როდესაც პაციენტს აწყობილი აქვს კურნალობა ერთ რომელიმე რეჟიმზე, შემდეგ ამ რეჟიმის ცვლილება გარკვეულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მაგრამ თუ კი ასეთი საჭიროება არ მოიშვა და ხდება მთელ მსოფლიოში ასეთი რამ არ არის გამორიცხული, ეს გადასვლა არ არის რაიმე ხიფათთან დაკავშირებული, იგულისხმება აი ამ კონკრეტულ ინსულინების შემთხვევაში. Sanofi's ინსულინი არის ძალიან მაღალი ხარისხის, როგორც გახანგრძლივებული, ისე ხანმოკლე მოქმედების, უпростоრად ზესწრაფი მოქმედების, ორივე ასეთი მექანიზმით ხასიათდება, სწრაფად მოქმედებენ და ძალიან კარგად შეიძლება აი ამ ცვლილება ყოველგვარი უთქინოვლად ჩატარდეს. ცხადია, რომ ამ დროს ექიმის რეკომენდაციები ჭირდება ყველა კონკრეტულ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა უნდა. დღეს ჩატარდა მინისტრ შეხვედრა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მშობლები და ენდოკრინოლოგები, როგორც დიდები, ასევე ბავშვთა ენდოკრინოლოგები. გამომუშავდა გეგმა, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ დეფიციტს, როგორ საჭიროების შემთხვევაში პაციენტები გადავიყვანოთ ერთი ინსულინიდან მეორე ინსულინზე, იმისათვის, რომ რა თქმა უნდა, მათი ჯანმრთელობა და მათი ცხოვრების ხარისხი იყოს შენარჩუნებული და ყველაფერი რომ კარგად გქონდეთ პაციენტებს. ინსულინი ხანმოკლე მოქმედების, რომელსაც უშვებს ფირმა Novo Nordisk-ი, დეფიციტი გახდა მთელ მსოფლიოში. აი გაზრდილ მოთხოვნილებასთან ერთად. და ამიტომ საქართველოს მათ ვერ მოაწოდეს იმ რაოდენობით ინსულინი, რომელიც დროულად იყო გამოწერილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ამის ჩანაცვლება შეიძლება, რაღაც პატარა ნიუანსები არის, რაღაც გარკვეული ინსულინის პომპებში შეიძლება არ იქნას გამოყენებული, გარკვეულში შეიძლება გამოყენებული იქნას. ჩვენი მოზარდი პაციენტები 18 წლის ზევით თითქმის ყველა იკეთებს რასაკვირველი აპიდრას, ხანმოკლე ინსულინს, რომელსაც აწარმოებს ფრანგული ფირმა Sanofi, ძალიან დიდი ფირმა, საფრანგეთში პირველი ნომერი ფირმა. შეხვედრა იყო ძალიან კარგი საქმიანი შეხვედრა იყო, დაისახა გეგმა, ყველანაირი ხელშეწყობა, ასე რომ პაციენტები შეიძლება დავამშვიდოთ და მათი ახლობლები რომ დიდი არ არის, თქვა, განწყობილება იმის, რომ პესიმისტურად უყურებდეთ ამ საკითხს, პირიქით ოპტიმისტურად უყურებთ და გადაწყვეტთ.